9 აპრილიც მოხდა ისე, რომ პოლიტიკოსებმა ვისაც ახსოვს და ვისაც აკითხული აქვს ეს ამბავი, ანუ მოვიდა პატრიარქი 9 აპრილს იმასთან მომიტინგეებთან ჩვენთან, მოგიწოდა დაშლისაკენ, უსტვინა ხალხმა, მირაკლ წერეთელმა წაართვა მიკროფონი პატრიარქს და წაკითხა მამაუჩვენა, პატრიარქი წავიდა. ანუ ეს პირდაპირ ჩვენებს იმას, რომ დღეს მე მგონი ეს წარმოუდგენელია, ხო, დღევანდელ იმაში. დღეს რო წარმოვიდგინოთ ეგეთი ვითარება, არაფერი მსგავსი არ მოხდებოდა. ანუ არ ქონდა იმას რელიგიას ისეთი მნიშვნელობა, არ ქონდა ეკლესიას ისეთი მნიშვნელობა პოლიტიკაში, როგორც აქვს დღეს. საკმაოდ ისეთი იყო, ნუ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდ დროს პოლიტიკური კომუნისტური პარტიისადმი ძალიან დაქვემდებარებული იყო ეკლესია, ნუ არ შეიძლება ქონოდა, ნუ ესე იგი იყო კავშირები, რა თქმა უნდა, იმას შორის ეკლესიასა და პოლიტიკოსებს შორის, ესე იგი მასთან კომუნისტურ პარტიასთან აუცილებელი, იმიტომ რომ მათი კონტროლის ქვეშ მიდიოდა ეკლესიის ცხოვრება, დისიდენტებთან და ოპოზიციასთან, ნუ ესეთი ნებაყოფლობითი, ნუ იყო რაღაც ეკლესია ესეთი ადგილები, ერთი მხრივ ესე იგი ეს იყო ადგილი, სადაც შეიძლებოდა დისიდენტები სრულად რაღაც ელაპარაკოს, მეორე ყველა მიცოდა რომ ამ ლაპარაკის შესახებ ძალიან მალე გაიგებდა უშიშროება. ესეთი რაღაცა იყო ცოტა გაურკვეველი ვითარება. ესე გრძელდებოდა დიდხანს, სანამ შევარდნაძე არ ჩამოვიდა საქართველოში. და ჭირდებოდა ლეგიტიმაცია. აი ხა რო ყვირიან ესე ჩვენი ხელისუფლება ლეგიტიმაცია გაწელებდა, იმასაც უნდა ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ იყო მართლა გამსახურდიას ყავდა ძალიან ბევრი მხარდამჭერი, რეალურად ესე იგი მისი შევარდნაძის რეიტინგი იდგა ძალიან ცოტა მხარდამჭერზე და ფაქტიურად იმაზე რუსულ შეერაღებაზე, ამიტომაც მას ჭირდებოდა გარკვევით ესე იგი რაღაცა ლეგიტიმაციის წყარო და მან გადაწყვიტა შეიძლება თვითონ მოიფიქრა, ნუ ამ პოლიტექნოლოგიებში ჭკვიანი კაცი იყო ძალიან, შეიძლება ვიღაცებმა ურჩიეს, მაგრამ გადაწყვიტა რომ ესეთი ესე იგი ეს აი ამ წყაროდ გაეხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მოინათლა და ერქვა გიორგი. ილია მეორე ყოველთვის იყო მისდამი დაქვემდებარებულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ერთხელ ესე იგი წამოსთასავით, ანუ წყალებში წამოსდა შევარდნაძეს, რომ აი მახსოვს, რომ როცა ილია მეორე დავნიშნეთ იმათ საქართველოს იმათ პატრიარქატო რა. ხო და ვისაც ამ იყო ყოველთვის დაქვემდებარებულ მდგომარეობაში და ამავე დროს ესე იგი ის ფაქტობრივად იყო დავალება ამ შევარდნაძის მხრიდანაც, რომ მის ლეგიტიმაცია მოიტანა და მართლაც ლეგიტიმაცია მოუტანა, იმიტომ რომ ესე იგი ერთი მხრივ სიმბიოზი, რომელიც შევარდნაძემ გამოხორციელა ეკლესიის და იმის სახელმწიფოზე, მას ძალიან გამოუადგა. იმიტომ რომ სულ უფრო და უფრო გინდა ფორმალურად, გინდა არაფორმალურად, ესე იგი შევარდნაძის მხარდაჭერა იზრდებოდა, პატრიარქის მხარდაჭერაც იზრდებოდა, იმიტომ რომ ის ფაქტობრივად გამოდიოდა ხელისუფლების ნაწილივით და ესეთი ვითარება იყო სადღაც იქამდე 2003 წლამდე.